შეიძლება უშუალოდ კონკრეტული ჯგუფის მიმართ რაღაცნაირი გაუცხოება გქონდეს, რომლის მიმართაც სოლიდარობას გამოხატავ, თუმცა ის სისტემური გამოწვევები, რომელსაც ეს ჯგუფი ხვდება, იმდენად გასიგრძეგანებული გაქვს, რომ ხედავ, რომ სხვა გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სოლიდარული იყო. იყო პერიოდი, როდესაც ვსაუბრობდით ავტორიტარიზმზე, როგორც ჰიპოთეტურ მომავალზე, საშიშროებაზე, რომელიც შეიძლება დადგეს, დღეს მე არ მგონია, რომ შეგვიძლია ისე ვილაპარაკოთ, როგორც საშიშროებაზე, რომელიც დადგა, არამედ იმ რეალობაზე, რომელიც უკვე დამდგარია. მე პირადად მგონია, რომ ავტორიტარული რეჟიმთან მიმართებით და ავტორიტარიზმში ერთ-ერთი რამდენიმე მთავარი არ ვიცი, წინააღმდეგობის შესაძლებლობა შეიძლება არსებობდეს. ერთი არის სოლიდარობის თანაგანცდის გაღვივება და სოლიდარობა რაღაც თარგმნა და მეორე მეხსიერების შენარჩუნება. რაღაცად დამახსოვრება და რაღაცას არ დავიწყება. რაღაცნაირად ინერციით ვარსებობთ როგორც ქვეყანა, ინერციით მივყვებით იმედს უფრო ხშირად, რომელიც აუცილებლად სრულდება ხოლმე და აი ამ ინერციით გაყოლილ იმედზე, რაც ამს ეს იმედი ხელახლა გაცრუდება, იწყება უკვე ახალი იმედის დანერგვა, რომელიც ასევე უმეტეს შემთხვევაში განწირულია, რომ გაცრუდეს.